ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენ გაცემის პირველი ნაწილის სტუმარია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია. ბატონ ლევან, მოგესალმებით. უნდა ჩავასწორო, ხშირად ამბობენ, ახლა პირველი მოადგილე ვარ მოადგილე. კი ბატონო. კი ბატონო. ეგება ენამ გვიყიულა და გვაცალეთ. არ არის საჭირო. არ გნებავთ პირველი მოადგილეო და. ბატონ ლევან, ბრძანდებით თუ არა დაპატიჟებული ირაკლი ალასანიას პარტიის ყრილობაზე, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება? მე აქ ერთხელ უკვე მკითხეს პარტიასთან დაკავშირებით, ვარ თუ არა პარტიის წევრი. მოგახსენებთ, რომ 2 წელია უკვე არ გახლავართ პარტიის წევრი. შესაბამისად, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა და განვაცხადეთ, რომ სისტემა უნდა იყოს დეპოლიტიზებული, არც ერთ პარტიულ ღონისძიებაზე, მათ შორის კოალიციის ფორმატშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის მეც მონაწილეობა არ მიგვიღია. შესაბამისად, სავარაუდოდ მე ამ ტრადიციას გავაგრძელებ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და პარტიულ ყრილობებს არ დავესწრებ. კარგით, პარტიული ყრილობა იქით იყოს და ახლა ცოტა ისეთი რთული ამბავია, ირაკლი ალასანიას თავს რთული ამბები ხდება და თუ დაუკავშირდით, თუ კითხეთ ერთი თავად ამბობს, ხო, ისეთ სერიოზული კაცი ამბობს, რომ მე დარწმუნებული ვარ უდანაშაულობაში, მე ვფიქრობ, რომ ჩაგრავენ ჩემს თანამშრომლებსო, თანაირი კორუფცია არ ყოფილაო, აქედან პირიქით ამბებს ვისმენთ პრემიერ-მინისტრისგან. თუ დაუკავშირდით, თანამებრძოლები იყავით ძალიან მძიმე დროს და თუ კითხეთ ერთი რა ხდება ის თაფლის საჭიროდ, რომ ამაზე საჭიროა საუბარი ჩემთან, ბუნებრივია, მას შეუძლია ღიად ყველასთან ისაუბროს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არსებობენ ინსტიტუტები, ამ შემთხვევაში არსებობენ ხელმძღვანელი პირები, ვისთანაც მას შეუძლია ეს საუბარი აწარმოოს. ანუ თქვენ არ გილაპარაკიათ. არ დაინტერესებთ თქვენი მეგობრის თანამებრძოლის ბედით, რომ რა შარშია ეს კაცი. მე სრული ნდობა მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ამ შემთხვევაში პროკურატურის მიმართაც. შესაბამისად, სრული ნდობა მაქვს გამოძიების მიმართ, ასე რომ გამოძიების ფარგლებში იქნება აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეული. კარგი, თქვენ თუ ფიქრობთ, ალასანიამ თქვა ნათიას ერთ კითხვასაც დავსვენ. კი ბატონო. ალასანიამ თქვა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით, კაბელების შესყიდვასთან დაკავშირებით, დიდი დარტყმა მიადგა საქართველოს უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სადარაჯოზე ერთ-ერთი თქვენ ხართ. თუ ფიქრობთ, რომ დარტყმა მიადგა. გასაგებია, საინტერესოა. დღეს თათაშორის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებიც გაკეთდა, კერძოდ ითქვა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, რომ თითქოს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ხსნის საიდუმლო გრიფს ამ საქმეზე, არის აბსოლუტურად ტყუილი. უბრალოდ ჩამოქმედებთ კანონის საფუძველზე და ეს მათ იციან და წერილობითაც მიუმართეთ, რომ საიდუმლოების შესახებ კანონის მე-20 მუხლის თანახმად აუცილებელია იურიდიულმა პირმა მიიღოს დაშვება საიდუმლოებაზე, რომ ამ იურიდიული პირის სუბიექტი, ამ შემთხვევაში ადვოკატი იქნება, ეს ფიზიკურმა პირმაც მიიღოს შესაბამისად დაშვება, ასე რომ ჩვენი მხრიდან ბარიერი თითქოს და საიდუმლოების გრიფის მოხსნის გამო გარკვეულ პრობლემებს ვქნით. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ახლა მომავალში როგორც კი ეს პროცედურები კანონის მოთხოვნის შესაბამისად იქნება განხორციელებული, მათ ექნებოდ ბუნებრივია მათ შორის უსაფრთხოებას დარტყმა მიადგა თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რა კომპონენტს გულისხმობს ნამდვილად უსაფრთხოებას. ეს რომ გასაჯაროვდა რა ტიპის კაბელს ყიდულობდით, ასე შემდეგ, რომ ვინ იყო ჩართული რა. ხო, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა თქვა, რომ აი გვინდა საიდუმლოების გრიფი მოეხსნას, მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ იქნებ თვითონ განმარტო. თავიდან თქვეს, რომ ალასანიამ თქვა ასე, მე სიტყვას წავიკითხე, რომ ჯერ თქვა, რომ უსაფრთხოებას რახან თვითონ დარტყმა მიაყენეს და ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოიტანეს. ამიტომ აზრი აღარ აქვს და ამიტომ გრიფი მოუხსნათ. თქვენი პოზიცია მაინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენთ. მე მგონი უსაფრთხოების დარტყმა იყო თუ არ იყო? ყველაზე დიდი უსაფრთხოება ამ ქვეყნისთვის არის ის მონაპოვარი და ის წარმატებები, რასაც ქვია სამართლებრივი სახელმწიფო. ამიტომ არგუმენტებით, ზოგადი არგუმენტებით, რომ თითქოს და უსაფრთხოებას ზიანი მიადგება იმის გამო, რომ არ გაიხსნას სავარაუდო დანაშაული, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. ჩემთვის დამაჯერებელია და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი უსაფრთხოებაც უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ ჩვენ ასე არ გავიაზრეთ კონცეფცია და მიდგომა კონსტიტუციისა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ, მაშინ ზოგადად კარგავთ უსაფრთხოების კონცეფციის მიმართ დემოკრატიული მიდგომის საფუძველს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უსაფრთხოება არის
სამართლებრივი უსაფრთხოება გასაგებია, მაგრამ მე მაინც უნდა ჩაგეკითხოთ, მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ალასანიას უწყების მაღალჩინოსნები დაკავება მოხდა სწორედ კორუფციული გარიგების ბრალდებით, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის ამერიკის ელჩმა, შვეიცარიის საელჩომ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ირაკლი ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს გუნდს. მე მაინტერესებს უშუალოდ მისი გუნდის წარმომადგენლის შეფასება. თქვენი ამ შემთხვევაში ენდობით თუ არა თავდაცვის სამინისტროს გუნდს და ირაკლი ალასანიას. არ უთქვამს, რომ უნდობლობა არსებობს პიროვნების მიმართ, არავის არ უთქვამს, უნდობლობა არსებობს უწყების მიმართ, ასე რომ ეს პათოსი ჩვენთვისაც მისაღებია, მაგრამ და ბუნებრივია ამ პათოსით აკეთებს ყველა განცხადებას, მაგრამ როდესაც არსებობს კითხვები სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, ეს ყველას ვალდებულება. ენდობით, მაგრამ გაქვთ კითხვები, ასე გამოდის. ესე ბუნებრივი ესეა, როცა გამოძიება მიმდინარეობს, იქ არსებობს კითხვები. კარგით, უშვებ თუ არა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა და სინამდვილეში არის. გამორიცხავ კატეგორიულად, რასთან რაზე დაყრდნობს. იმიტომ რომ ბევრს მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას და კოალიციიდან გასვლა საპირე ალასანია და უბრალოდ დაასწრეს. თქვენ რა არგუმენტი გვაქვს გადამარწმუნეთ? გამორიცხავ კატეგორიულად ძალიან კარგი ახსნა ქონდა ამ ყველაფერს გუშინ პრემიერის განცხადებებში, როდესაც მან ახსნა, რომ დროის მონაკვეთში ეს წინ უსწრებდა გამოძიების ფაქტი, თქვათ, სავარაუდო მე არ ვიცი გადაწყვეტილებას, თუმცა ვამბობ, რომ მე ამაზე არ მსმენია და ეხლა მარჩიალობას ვერ დავიწყებ, ვის რა ქონდა გულში განზრახვები, აქედან გამომდინარე პოლიტიკურ საფუძველს აბსოლუტურად გამორიცხავ. ბატონო, ის რომ ირაკლი ალასანიას გუნდის წარმომადგენლების დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც თავად ministri ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, თქვენთვის ეს ფორმა რამდენად მისაღებია და ხედავთ თუ არა აქ ხარვეს თუნდაც როგორც მის კოლეგას ამ ეს თვითონ საგამოძიებო ორგანოს გონიერ ფარგლებში გადაწყვეტილება მიღებული, რომ რა საფუძველი ქონდა ამ გონიერ თქვათ გადაწყვეტილებას, ანუ გარკვეული დასაბუთება მათგან უნდა მოვისმინოთ შესაბამისად ეს ოპერატიული თქვენთვის ეს რამდენად სწორი სვლა იყო თუნდაც პოლიტიკური თუ გეუბნებით ეს არის საგამოძიებო უწყების კომპეტენცია, მე ვთქვა რომ ეს შეცდომა იყო იმის გამო, იმიტომ რომ ინფორმაცია არ გამაჩნდა ზოგადი განცხადებები გავაკეთოთ, თვითონ შეცდომას დაუშვება, აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ამაზე თუ რამდენად გონიერი იყო და რამდენად გამართლებული იყო ოპერატიულად მოქმედება, ოპერატიულ სამსახურებს აქვს მეტი ინფორმაცია ამ შემთხვევაში პროკურატურას. მოკლედ თქვენ ღარიბაშვილის გუნდში გადახვედით და ალასანიას გუნდში აღარ ახართ. მე ვარ იმ გუნდში, რომელიც არის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე, დემოკრატიის განვითარებაზე და მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდში არის თვითონ ალასანიაც. კი ბატონო, რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენი გუნდი, ეს იქნება ჩემი მომდევნო შეკითხვა. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება გააკეთა, ესე ვიტყოდი, როდესაც იგი ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობდა მის კოლეგებთან ერთად. მან თქვა, რომ ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმ თემაზე, თუ როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა ევროპისაკენ და არა იმაზე, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა უფრო სწრაფად ამ პატივცემული და ქალბატონების და ბატონების მიერ. კი ბატონო, მახინჯის სისტემისგან და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ტემპები არ აღმოჩნდა ისეთი სწრაფიო. თქვენ თუ იზიარებთ ამ შეფასებას, რომ თქვენი საქმიანობის სხვა ეტაპზე უნდა იყოთ ახლა ვიდრე რეალურად ხართ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ დავითს და მინდა მოსახლეობას ქრონოლოგია შევახსენო, იმიტომ რომ თქვენს გადაცემის შესავალში გარკვეული კითხვები ქონდა თუ რატომ გაიწელა ეს პროცესი და მოდით გულწრფელად ახლა ამ ქრონოლოგიის შედეგად თქვენ დაასკვენით თუ საიდან მომდინარეობს პრობლემა, თუ არ ვფიქრობ რომ ხელოვნურად ვინმე ქმნიდეს ამ პრობლემას, აბსოლუტურად გამორიცხავ, მაგრამ 100%-ით გეუბნებით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის გაწევლაში არავითარი სულელი არ მიუძღვის და გეტყვით ახლა ქრონოლოგია. კერძოდ ხდება შემდეგი. 2013 წელს, როდესაც გაჩნდა ინიციატივა პარლამენტში ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ეგრეთ წოდებული მოსმენის კანონმდებლობას უკავშირდება, ჩვენ მქონდა პარალელურ რეჟიმში პოლიციის შესახებ კანონის მომზადება, მოვამზადეთ, მიიღო ოქტომბერში, 2013 წლის ოქტომბერში და მაშინ ექსპერტებთან, ეს ექსპერტები არიან კიდევ უცხოელები, ქართველები და შეგიძლიათ დაადასტუროთ, მაგალითად მე მერაბ ტურავასთან მქონდა კონსულტაციები და ისიც დაგიდასტურებთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის გადმოტანა პოლიციის შესახებ კანონში. იმიტომ რომ ასეთი ტრადიცია არსებობს ევროპის ქვეყნებშიც და შესაბამისად რეფორმირების სრული ჩვენ გაგვაჩნდა ბუნებრივია, მაგრამ იქ იყო გარკვეული ჩანაწერები იმ ინიციატივაში, სხვათაშორის ეს ინიციატივა ჩვენი ჩართულობის გარეშე მომზადდა, ესეც მინდა საჯარო ვთქვა, თუმცა მანამდე არაეგზის განაცხადეთ საჯარო დისკუსიებში, რომ
ხედავთ ხარვეზებს მოქმედ კანონში და პირველ ხარვეზს ხედავდით იმაში რომ სისტემა არ იცნობდა გარე კონტროლის მექანიზმს მეტი სამდობისა და დამაჯერებლობისთვის აქედან გამომდინარე ეს იქნა არაერთზე გაჟღერებული არაერთზე დაფიქსირებული კიდევაც მაგრამ შემდეგ ხდება ასეთი დეტალი გამომდინარე იქიდან ორ პრინციპულ თემაზე ვერ ვთანხმდებოდით და ეს იყო თემა პირველი რომელიც უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებული ტექნიკის არსებობას ოპერატორებში მე ვამბობდი რომ ეს ტექნიკა ყველგან არსებობს და ვერ დამისახელებთ ქვეყანას სადაც არ იყოს მიერთების საშუალება ტექნიკური ოპერატორებთან რასაც მოყვა ძალიან მწვავე კრიტიკა და მე აქ წამოღებული მაქვს სხვათა შორის ის პირველადი ვარიანტი ინიციატივისა, რომელსაც ეხლა ვაკრიტიკებ, სადაც იყო ჩანაწერი, რომ ოპერატორს ამ შემთხვევაში უნდა ჩაეწერა და გადაეცა და გაენადგურებინა. ანუ ესეთი ასოციაცია რჩებოდა, რომ სიტში ჩაეწერა და გადასცემდა და განადგურდა. ანუ რეალურ დროში, რაც აუცილებელი მოთხოვნა ოპერატიული საქმიანობისთვის, ინფორმაციის, მათ შორის ფარული მოსმენის კანონიერ საფუძველზე ოპერატიულად მოსმენის შესაძლებლობა იკარგებოდა. და ეს ყველგან ვალდებულება, სხვათა შორის ოპერატორს ავალდებულებენ კიდევაც, რომ თვითონ გაიღოს ფინანსები და შეიძინოს ასეთი ტექნიკა და მხოლოდ ამის აღიარება მოხდა მაშინ, როდესაც ექსპერტებს მიუმართეთ, ჩამოვიდნენ მარტის თვეში და სხვათა შორის ეს დრო რატო გაიწელა, იმიტომ რომ ევროსაჭოს ექსპერტებს გარკვეული დრო უნდათ შეეფასებინათ კანონ პროექტის სხვა პუნქტებთან, ჩვენ არასდროს კრიტიკა არ გამოგვითხოვთ, საჯაროდ ვამბობ. და როგორც კი ჩამოვიდნენ, შეიცვალა, თუ არ იყო ის კრიტიკის საგანი და თუ იყო ის იმდენად გამართული, მაშინ რატო შეცვალეს? გაიზიარეს და ეს შენიშვნები შეიცვალა. მე რა ხდება ქრონოლოგიურად, ანუ სამ მარტს მოსახლეობას როცა ეუბნებით, რომ 2 წელი გაწევა პროცესი პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გაიწელა და ტყუილად რო უკარგეთ. პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მისი კრიტიკა კონკრეტული ქმედებით გამოიხატა. მეც ვიზიარებ ამ კრიტიკას, მაგას გეუბნები. მაგრამ უყურეთ რა თქვა ეს შთაბეჭდილება, რომ ძალიან ტკბილია უპრაგონოთ ადამიანების მოსმენა და ხელისუფლებას სანამ მოხვალანა და ბატონო ალიკო ძალიან კვალიფიკაციას მე თქვენს დადით პარტიას ვაფასებ, მაგრამ აი გამოთქმებშიც თუ იქნებით კორექტულები და ვინ აკონტროლებს თქვენ ვის უსმენთ და ვის არ უსმენთ ვინ იცის ეს თქვენს გარდა ვითხოვდით ამ გარე კონტროლს ვითხოვთ გარე კონტროლის მექანიზმს 2 წელია ხელისუფლებას და გვისმენთ და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა შსსმ უნდა მიიღოს პარლამენტმა შესაბამისად მზად ვართ რომ თანამონაწილეობა მიიღოს თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროდ რა ვიცი მე ყველა საკრებულოს ერთი წუთით ბატონო საზოგადოებას შეიძლება მათ საუბარი თვითონ ექსპერტი ამბობს თვითონ ექსპერტი იმ სისტემის დაგება რომელიც მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან ასოცირდება თვითონ ერთწუთით გასაგები ყველაფერზე პასუხი მაქვს აბსოლუტურად სიამოვნებით გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხი რომ თუმაცლით თვითონ ამბობს ექსპერტი პირველ დასკვნაში რაგერ წავიკითხავ დებატები სტრასბურგში ევროსაბჭოს კონტექსტში და ბრიუსელში ევროკავშირის კონტექსტში არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული რათა განხორციელდეს დაუყოვნებელი საკანონმდებლო ინიციატივა ანუ პროცესი მაგალითად საფრანგეთში 6 წელი გაგრძელდა 2009-ში დაიწყეს 15-ში ახალი სისტემა შემოდის აქაც ეს კაცი ამბობს რომ საბოლოო ჩამოყალიბებული არ ვართ დეკემბერში ბატონმა ხმალაძემ დაგეგმა და ჩვენც მონაწილეობდით ამ ჯგუფთან ერთად უნდა მიწავსულიყავ ბრუსელში რათა სწორედ ამ ტენდენციების კვალდაკვალ რაღაც ინიციატივა მოგვემზადებინა ასე რომ საქართველოს გამონაკლისი ნამდვილად არ არის ამ პროცესში რომ პირიქით სხვა ქვეყნები წლები უფრო მეტს ანდომებენ მაგრამ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე იმ წარსულიდან გამომდინარე რომელიც თვითმხილველები პირველ რიგში ჩვენ გავხდით და ჩვენ ავიღეთ პასუხისგებლობა რომ ეს საზოგადოებისთვის გავგვეცნო ჩვენ ხო გქონდა შესაძლებლობა რომ ის ჩანაწერები საერთოდ არ გავგვენდო საზოგადო პირიქით ამით ის მზაობა განვახორციელეთ და დავაფიქსირეთ რომ აგერ ეს უკანონობა ეს უსამართლობა მომავალში საერთოდ აღარ იქნება ხო შეგვეძლო საერთოდ დაგვემალა და რაღაც ტრადიციები იმ ლოგიკით და იმ არა ახლა გეუბნები აკონტროლებს ვის უსმენ და ვის არა ვინ ამიტომ სწორედ იმ კომისიის დასკვნაში ყველაფერი თან მაქვს წამოღებული გარე კონტროლის შექმნის აუცილებლობას ხელს მეც ვაწერდი ბატონი მინისტრიც და მათ შორის არასამთავრობოები აი ეს კონტროლი ხო არ არის გეუბნებით ეხლა და შემდეგ გესმით და ბატონი ჰამერბერგიც იყო რომელმაც მოისმინა ანუ გადარჩა ერთი თემა 90% სამუშაოსი შესრულდა ამაზე საჯაროდ რაუზის ითქვა აგვისტოს თვეში იქნა მიღებული სხვათა შორის აგვისტოს თვეში რაც იქნა მიღებული მაგაზე სადაო არაფერი არ ყოფილა და შესაბამისად ესეც გაიწელა მაგასაც დრო დასჭირდა თუ გინდა სერიოზული დოკუმენტი მოამზადო ამას დრო ჭირდება აქ არ ყოფილა არც სხვადასხვა მაშინ რატო გაიწელა ამას აკრიტიკებენ რატო გაიწელა თავდაცვის მინისტრი რა არის ალბათ თავდაცვის მინისტრი იცით რა კრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი და რავი ყველა ვინ აკონტროლებს? ეხლა მე თუ მისმენენ, ხო? მე რავი
არის შეჯერებული მგონი კრიმინალი არის ვინმე აკონტროლებს მე ან სხვა ხელი პასუხისმგებლობით ვამბობ აგვისტოს შემდეგ იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საათობით ვიჯექით ჩვენი შინაგან საქმეთა წარმომადგენლები და არა მზა პროდუქტით მივდიოდით, არამედ იქ დაბადებული აზრის რეალური განხორციელების და რეალური თქვათ ფორმის შეძენის მიზნით რაღაც იდეებს თავაზობდით. და შესაბამისად შემდეგ ბოლო ერთი თვე მე არ ვყოფილვარ ამ სამუშაო ჯგუფში არა იმიტომ რომ უწყება სრული არ ქონდა უბრალოდ არ მოხდა შეხვედრა და შესაბამისად ეხლა თქმა იმისა რომ უწყებას ქონდა რაღაც ინტერესი არც ერთი სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა და თქვენ იცით რა პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან როგორც ბატონი შავგულიძე ისე ხმალაძე საქმეს ეკიდებიან სერიოზულად დაკავშირებულია ეს ყველაფერი ეროვნულ საფრთხეებასთან და ადამიანის უფლებებთან და სწორედ ექსპერტების რჩევის შესაბამისად ის კაცი ითხოვდა ჩამოდითო დეკემბერში დიდი კონფერენცია და რაც გადაწყდება ევროპის მასშტაბით მოდი აი ამის ყვალდაყოლ თქვენი პოლიტიკურ განცხადებას ველი თქვენგან პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონ პროექტს რომლის გადავადებასაც პრემიერ-მინისტრი ითხოვდა მე მაინტერესებს თქვენი შეფასება ვის სასარგებლოდ აი ეწუთი პრემიერ-მინისტრი რას ითხოვდა შეცდომა არა პრეზიდენტმა ფორუმი ასე არ მოიქცეულა ვერას ფიქრობთ მართებულად ეს ინიციატივა მთავრობას არ უკავშირდება მართებულად მოიქცა პრეზიდენტი პრემიერს რაშუაში სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ვეტოს დადება პრეზიდენტის ვეტოს გადაწყვეტილება სხვათა შორის უკავშირდებოდა ერთ კონკრეტულ ფაქტს რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ გადაწყვეტილება შინაარსობრივად ვეტო არც ერთ აქციას არ და ანუ ვადასთან დაკავშირებით მან გააჟღერა კიდევ სწორი მართებული ქცევა იყო თქვენი აზრით სასურველი იქნებოდა გარკვეული უფრო მცირე ვადა შეხვედრა ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებთან და იქ შეთანხმებული იყვნენ თუ იყო ეს საპრობლემო საჯაროდ გამოეტანათ მე არ ვიცი ამ შეხვედრის დეტალები თუმცა გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით რომ არავითარი 6 თვიანი 3 თვიანი თუ უფრო ხანგრძლივი გადავადების მოთხოვნა მთავრობისგან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არ ყოფილა უბრალოდ აქ იყო კვალიფიციური მიდგომა კვალიფიციური ხალხისგან რომ რაც შეიძლება ისეთი სისტემა შევქმნათ რომ ხვალზე პრობლემები არ შეგვექმნას უსაფრთხოების ნაწილში ეს იყო თავი დატვირთვა ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრის სოლის ძმამ თქვენმა კოლეგამ დეპუტატმა ლექსო თამაზაშვილმა თქვა ესეთი რამ დღეს პრეზიდენტმა ტაში დაიმსახურა ნაციონალური მოძრაობის ტაშიო იზიარებთ ამ შეფასებას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოკლედ მე ასეთი შეფასებებისგან ეხა პოლიტიკური შეფასებებისგან პოლიტიკოსმა რა გამოხატა აზრი ალბათ სასურველია მისგან მოისმინოთ თუ რა იყო ამაში რა კონტექსტით თქვა სასურველია მისგან მოვისმინოთ და შესაბამისად მეც მექნება მე ობიექტური მსჯელობის საფუძველი აი გითხარით პასუხი რას გულისხმობდა ამაში ალბათ მისგან არის უახლოეს წარსულს გავიხსენებ ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყავით ჩემი მაშინ იქ კავკასიაზე ბენზინზე მკითხავ ძალიან გამიხარდება სოფელში. აი მაგას უბრუნდები. აი დიდი მადლობა. თქვენი ჩამოყალიბებული ის მახსოვს რომ მოხვიდოდით ხოლმე მოწესრიგებულად და ალაგებდით ამ ფურცლებს და თავს გიქნებდით იმდენად არგუმენტირებული იყო რომ კარტელური შეთანხმებაა რომ რაღაცა ესეთი სინდიკატური ამბავია ლამის მაფია იყო შეკრული და რომ ხეირი მიდიოდა სადღაც ის 1 ლარი თუ ლარნახევარი. ხელისუფლებაში მოხვედით, თქვენ მე კომენტარი არ გაიკეთებიათ, ბენზინის ფასი იგივე დარჩა კი არა და მოიმატა და იგივე აზრზე ხართ რომ კარტელური შეთანხმება იყო და თქვენ ხო დიღომში ბრძანდებით, ეხლა გთხოვთ ერთი თხოვნა მაქვს, საღამოს დაიარეთ ყველა საცალო ბაზარზე და ფასები ნახეთ. მე აიღეთ ჩემი გამოსვლა, სხვათა შორის მე ამაზე ნაცმოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელსაც ველაპარაკე, მან საჯაროდ დამადანაშაულა თითქოს და მე ვთქვი რომ რაღაც ბენზინის ფასი იქნება ასეთი შესაბამისად მე უთხარი თუ ვაშკაცობა გეყოფა ბოდიში მოიხადე თუ მე ვთხოვდი მე მოგიხდი ბოდიშს მაგრამ ხო მაგის ვაშკაცობა ვისწრაფობასთან ელაპარაკეთ თავი დავანებოთ მოდი ამბობ კარტელური შეთანხმება და იმიტოა ბენზინაზე ძვირი გაძვირდა არა გენაცვალ გეტყვიეთ რაღაც გაიახთა მთელი ქრონოლოგია მაქვს ფასების და გეტყვით გაიახთა ბენზინი გეტყვით აბა რა გაიახთა და გეტყვით ეხლა რომელი ბენზინი გეტყვით ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროდ არა ყურე აი ეს ფორმა მოდი სერიოზული სახელმწიფო ძალიან სერიოზულად და ციფრებთან არის დაკავშირებული და პირიქით მადლობა კითხვისთვის რომ საფუძველი მომეცით ვიყო ჩემი საზოგადოების წინაშე მართალი როდესაც მე საჯარო განცხადება გავაკეთე ბენზინის ფასი იყო 2.20 2.25 რეგულარის დღეს თქვენ თუ დაივლით არის ლარი და 99 და მაშინ მე ვთქვი რეგულარის სხვათა შორის ლუკოილში ზოგან არის ლარი და 95 ვისოლში არის 2 და 4 სხვაგან არის 2 და 2-იც ფასები ვიცი ზეპირად ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისვამ
მე ვამბობდი და გაამართლა 20-25 არის ხელოვნურად გაზრდილი თქო. პლაცის ფასი იგივეა, სხვათა შორის რაც მაშინ იყო. ანუ სწორედ რომ მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ რასაც ვამბობდი, ის გაკეთდა. კარტელურად მაშინ იყო ფასები თანაბარი, ყველასი, ამას ვამბობდი რომ კარტელური შეთანხმება, დღეს ფასები გითხარით და შეგიძლიათ გაიაროთ და თუ ტყუანი ვარ, გამოხვიდეთ საჯაროდ ამის საშუალება თქვენგან თქვა და რაც გინდათ ინფორმით შეურაცხყოფა მომაყენოთ, გეუბნებით ზუსტად. შეიძლება ცდომილება 5 თეთრზე მქონდა, მაგრამ 20 თეთრიანი დაკლება რო არის ფაქტია. სხვათა შორის მთელი 2 წლის მაქვს ტენდენციები ფასებში, შემიძლია პირადად სიტყვას გაძლევთ, საჯაროდ მოგაწოდოთ, მაგრამ ეგ შეგიძლიათ თქვენ მოითხოვოთ კიდევაც და იქ ხედავთ ყველგან არის 20 თეთრის ფარგლებში დაწეული ფასები. იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, ბენზინი არ გაიაფებულა და თქვენ რომელ ფასებზე ლაპარაკობთ, არ ვიცი, მაგრამ კი ბატონო, თქვენ მომაწოდეთ და მე ამას ჩავიკითხავ იქ შაბათს. ჩვენ გვისმენს დიდი საზოგადოება, სხვათა შორის ეს YouTube-ზე ჩემი გამოსვლა ეხლაც ატვირთულია და ის საზოგადოება ნახავს რა იყო მაშინ ფასი და მე რას ვამბობდი რომ 20 თეთრით მომატებულია და მე რეკითხვის ელისაშვილია მართალი თუ იზორია, როდესაც ფასის დაკლებას ნახავ დღეს. იქითა შაბათს ჩავიკითხავ ყველაფერს, მანამდე თქვენ გეცოდინება ჩემი იმეილი, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლარი და გამოფილებაში ჩემი ორივე იმეილი ეცოდინება. მე რო ვიყო ახლა სხვა ფორმა, მე ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამიტომ საზოგადოება განაცინიკური ფორმით ელოდება ჩვენგან კითხვებს, არამედ ჩემი იმეილი არ ეცოდინება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე სერიოზულ იმას გეუბნებით თქვენ პასუხებს, მათ შორის რა კითხვებიც ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით და ყველაფრის გაშარჟება შეიძლება. არ ვაშარდებ. ჩემი იმეილი რო იცი, მაგრამ გადმომიგზავნე და იქ შაბათს ავიკითხე. კონკრეტულად და მტკიცებულებებით ვილაპარაკოთ. ეგრე, მაშინ მე შეიძლება ტერორისტიც მიწოდოთ და სიცილე გავშვიდეთ ტერორისტს. გაიაფებაზე მარტო ალეკო არ საუბრობს, თქვენი ოპონენტებიც საუბრობენ ამის შესახებ, როდესაც თქვენ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ. პირველ შეუსრულებელ დაპირებად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოწმეთა დაკითხვის ინსტიტუტზე, როდესაც კანონპროექტი გამქონდა, კითხვები არ ქონდათ და ჩემი გამოსვლა შეაფასეს ბენზინის თემით. და ეხლა ვიღაცა კიდევ თავის ჭკუით ალბათ მაგარი ექსპერტი გონია თავი ამ ოპონენტს, ბენზინის ფასების ექსპერტს მიწოდებს და მოდი ამ ექსპერტმა თუ ეგრეთ წოდებულმა დათვლა იცის, მივიდეს დილომში და ნახოს, რას ვამბობდი და როგორ დაიწია. კარგით ბატონო, მაგას ერთ კვირის თავზე შევაჯამებ, თქვენგან ინფორმაციის გამოგზავნას მომასწრების თავზე. ლარი და 95 იყო, ასე რომ ძალიან სერიოზული კლებები იყო რამდენიმე თვე სხვათა შორის. მაგრამ შეადარეთ ფლაცის ფასს, ეს არის ძალიან და არა ბარელს, როგორც ამას ხაჩიძე აკეთებდა თითქოს და რაღაც ფატოლესავით არ გავაკეთე. ვასრულებთ გაიცემის პირველ ნაწილს და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურია თემა, რა ხდება კოალიციაში და ვინ იქნება პირველი პოლიტიკური ფიგურა ან პოლიტიკური ძალა, რომელიც დატოვებს მმართველი გუნდის რიგებს, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ჩვენ განცემის მომდევნო ბლოკის სტუმარია. რამდენად მიზანშეწონილი არის ბატონ ლევან და მე მაინტერესებს თქვენი წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკაზე საუბარი. რატომ ერიდებით პოლიტიკურ განცხადებებს? პოლიტიკურ განცხადებებს შეგნებულად მინდა, იმიტომ რომ ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ იმაზე, რომ პოლიტიკაში რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეს უწყება, მით უფრო კარგს იზამს და მოდით არც ჩემი განცხადებებით, იგივე საქმიანობითაც ეს ტრადიცია რაც კარგად გვაქვს აწყობილი არ დავარუღიოთ და პოლიტიკოსები ბუნებრივია მოვლენ და პასუხს გაგცემენ ყველა მკითხვას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე პირადად პასუხი არ მქონდეს. ძალიან დადებითად, ძალიან დია ხუხაშვილი ამბობს, რომელიც ჩვენი გაცემის მომდევნო ბლოკის სტუმარია, რომ მათ ერთი რამ აერთიანებთ საკუთარი უსუსურობა და ძალა ერთობაშიას პრინციპიო. რას უპასუხებთ თქვენს კოლეგებს? ასევე ბატონ გიასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება, თუმცა დემოკრატია იმისთვის არსებობს, რომ ზოგიერთს არ დაეთანხმო მიუხედავად პატივისცემისა. ამ მის შეფასებაში მე ვერ დავეთანხმები მას, შესაბამისად, მას თავისი აზრი ექნება აქვს, მე განსხვავებული აზრი. ვფიქრობ, რომ კოალიცია არის იდეების გარშემო გაერთიანებული და ეს იდეა და უმთავრესი იდეა იყო იმ გამოწვევების და საპასუხოდ ადეკვატური მოქმედება რა გამოწვევების წინაშეც ქვეყანა იდგა და მთავარი და უმთავრესი გამოწვევა და ამას ვიტყვი რაც არ უნდა წარსულზე აპერილდება დამაბრალონ რომ იმიტომ რომ თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია სწორედ წარსულის გახსენებით მომავლისთვის პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ვიტყვი იმას რომ სწორედ მთავარი გამოწვევა იყო მახინჯი სისტემის ავტორიტარული სისტემის ერთხელ და სამუდამოდ მიწაში დასამარება და სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს იყო ამ კოალიციის გაერთიანების მთავარი საფუძველი. დიდი მადლობა. თუმცა კოალიციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მახინჯი სისტემის დანგრევაში თქვენივე კოლეგების ნაწილი უშლიან ხელს. გეუბნებით, კოალიცია ჯანსაღი ორგანიზმია, დემოკრატია იქ არის
კოალიციის ფარგლებში რაც წარსულში არ ყოფილა, ასე რომ ყველას თავისი აზრი აქვს. დიდი მადლობა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევანი ზორია იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამა და გია ხუხაშვილი იქნება ჩვენი მომდევნო სტუმარი. პოლიტიკურ ძალიან ეს გაცოცხლებულ და გაცხოველებულ პოლიტიკურ პროცესებში შევაფასებთ ბატონ ლევანს მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა.